ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისთვის, რაც შესაძლებელი იყო. ერთადერთი ჩვენ არ შევეხიდეთ, როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები ჩვენ მოგვიწოდებდნენ, ჩვენი ხალხით ამ ომში, ვინაიდან ეს ჩვენი ომი არ არის. რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, ძალიან ბევრ რაღაცას დაერქვა თავისი სახელი. მათ შორის ამ ომს დაერქვა თავისი სახელი და მათივე თქმით, ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვჭირდებოდით და ვჭირდებით პროქსი სახელმწიფო. საქართველოს ამაზე უარი განაცხადა ქართული ოცნების ხელისუფლება, შესაბამისად ჭირდებათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ჩაანაცვლონ თავისი აგენტურით. მე ამის გულწრფელობთ და თემი ამ ისტორიის ამჯერამ, რომ ეს ყველაფერი რატომაც ევროკავშირი ხლა აღარ მოწოთ, არის იმიტომ, რომ სინამდვილეში ძალაუფლება არ უნდა შეერყათ, არ უნდა გაკეთდეს ის, რომ მაგალითად სასამართლო გაანთავისუფლო და ისე მურუსი წეკავდეს ის კაცი, რომელმაც ის პოლიტპატიმრები დააგროვა, რომლის გამოშვებითაც ქართული ოცნება ამაყობდა. და ამიტომ იდის დღეს საუბარი ევროკავშირის ეკონომიკაზე და რაღაცა მათი ბიუროკრატიაზე და ეხლა გახდა ყველა ავსტრიული ეკონომიკური სკოლის რაღაცა მოყვარული და თავისუფალი ბაზრის და კონსტიტუციაში მაინც გეწერება, რომ მე ცოტა თანვარდებული ვარ ევროკავშირი და ვიცი, თან მათ გამყავს დასაცავი ევროკავშირი ეს იდეა, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი დებატი შედგა ამ საკითხზე. თქვენ თვითონ ამოდობთ, თქვენ თვითონ ყავდათ ხელისუფლებაში მათი აგენტები. თქვენ თვითონ მოიყვანეთ სალომე ზურაბიშვილი, თქვენ თვითონ ყავდათ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, ანუ აგენტების პრობლემა თქვენ თუ დაგიჯერებთ ევროკავშირში, თქვენ არასდროს ქონია აგენტების პრობლემა. ეს აგენტები თქვენ თვითონ ყავდათ და ეხლა მე მაქვს თქვენგან სამართლებელი სალომე ზურაბიშვილი და გახარია და კი ვიღაცებზე გვეუბნებოდნენ სახალხო დამცველზე და ასე შემდეგ დანიშნეთ და ნიშნავთ და რატომ იცით ჩვენ 2012 წელს დამოუკიდებელი ქვეყანა არ გადმოგვიბარებია ეს ქვეყანა იყო თავიდან ბოლომდე გარეძალების მართული და ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის რომ ეს გავლენები მოგვეშორებინა წლები დაგვჭირდა შეიძლება ვიღაცას 20 წელი დაჭიროებოდა შეიძლება ვიღაცას 3 წელი დაჭიროებოდა ჩვენ დაგვჭირდა წლები რომ სუვერენიტეტი დაგვებრუნებინა იმ ადგილას სადაც ჩვენ გვინდოდა რომ წავსულიყავით რეზი თურმე უნდა და ქართველი ხალხის იდეაში დახოცვა. ანუ აი ომში ჩართვა, მოწოდება რომ რაღაცა კონფლიქტში შესულიყავით რუსეთთან, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ არანაირი შეიარაღება არ გაგვაჩნია, რომ თავი დაგვეცვა, ნატო ჩვენ არ გვიცავს, ფაქტობრივად გვწირავდნენ, ხო? ანუ აი ბრალდება ქართული ოცნების რომ წარმოვიდგინოთ, აი ეხლა რაც ისაუბრეს. ლოგიკური ჯაჭვი აქეთკენ. ანუ წარმოვიდგინოთ რა გვინდა იმ ხალხთან, რომელიც ქართული ოცნების წარმოდგენით აპირებდა რომ ჩვენ გავენადგურებინეთ ფიზიკურად და კიდე არ ვეშვებით ამ იმას, რა ქვია, მიდრეკილებას, რომ მაინც იქ წავიდეთ რა. ამ ევრობიუროკრატებს და ყოფილ ადმინისტრაციაში არის ჭარბი გავლენები, არაფორმალური გავლენები, რასაც ბატონი ტრამპი deep state-ს უწოდებს. ჩვენ რომ იგივე პრინციპით მივდგომოდით, მაშინ დღევანდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ უნდა გქონოდა, ხო? ის ამერიკის პოზიცია არ იყო. ნახეთ ვახო რა უნდა განასხვაოთ. ის ამერიკის პოზიცია არ იყო ჩვენი პროქსი ქვეყნად გამოყენება და არც ევროპის პოზიცია ეს არ არის. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების იმ ადმინისტრაციის პოზიცია, გადავშალეთ ის ფურცელი და დღეს ყველაფერს ვაკეთებ, რომ აღდგეს იმათი გაფუჭებული ურთიერთობები და დღესაც სატელეფონო საუბარი ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ მარკო რუბიოს და აქეთ ეს პოზიცია ევროკავშირის არ არის და ჩვენ რო ვთქვათ რომ კარგად ბრძანდებოდეთო ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს ეს არის ევრობიუროკრატების აი ეს მართველი კლასი რომელიც ხვალ რო არ იყოს და ხვალ რო ახალი ბიუროკრატები მოვიდნენ კაცმა არ იცის შეიძლება ხვალიდანვე აღდგეს ურთიერთობა ეხლა ეს ყველაფერი დავიჯერო და თან ამას ხედავდი რომ პრაგმატულ დონეზე როგორ ვერ ახერხებს თუ პრაგმატულ პოლიტიკას ამას ეძახით ქართული ოცნება რომ ერთის ხრივ ლოთები ეძახოს ევროპარლამენტარმა წარმომადგენლებს და მეორე სხვაგი რა რუსეთთან მიმართებაში ვიზე ნაკლები კორუფცია იქ არის ვიზე ნაკლები ლოთობა იქ არის ვიზე ნაკლები გარყმილება იქ არის არც ერთხელ მსგავსი ტიპის არანაირი განცხადება იქით ამ მხარეს არ კეთდება ვინ რჩება მეგობარი როცა მტერი იყოს აგერ კონკრეტული რუსეთი და მეორეს ევროპას ელაპარაკებს რა ტიპის პრაგმატიზმი ეს თუ უბრალოდ სიმართლით ლაპარაკი გიყვართ ანალოგიურად რატო არ საუბრობთ რუსეთთან მიმართებით და მე ვერავის ვერ გავყვები იმ აზრში ვერც თქვენ და ვერც ვერავის დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ და ხმამაღლა უტრირებულად ვამბობ ვაგინოთ რუსეთს. იმიტომ რომ ეს ზრდის უსაფრთხოების რისკებს საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვაზღვევთ ყველაფერს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული საქართველოში. 100 ჯერ ვზომავთ, სანამ ერთნაბიც გადავდგავთ და 100 ჯერ ვზომავთ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება საქართველოში იყოს მაქსიმალურად დაცული. დიდი მადლობა. იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ რაღაცეები. ანუ გთხოვდნენ და არ გავაკეთეთ რაღაცეები. კითხვა მაქვს ზოგადი ალბათ. ყველაფერი რო გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი ითხოვდა. დღეს უფრო შორს ვიქნებოდით, ვიდრე დღეს ვართ ევროკავშირში. ანუ რამე სიახლე იქნებოდა ევროკავშირთან, ახლო ვიქნებოდით ევროკავშირთან, ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, რამე არსებითი პერსპექტივა გვექნებოდა
თუ აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ყველაფერი რო გაგვეკეთებინა, დღეს საქართველოს რა მდგომარეობაში იქნებოდა, მათ შორის ევროკავშირი. კი, ცხადია. და ფიქრობ, რომ უფრო ახლოს იქნებოდი ევროპასთან ის რა შეგვესრულებინა, ის რასაც ისინი გთხოვდნენ. მათ შორის იმასაც უშვებ, რომ შეიძლება ისეთ რაღაც შეგვესრულებინა, რაც ფუნდამენტური იქნებოდა და რაღაცები არ მოგწვა გვემშელა და რაღაცები არ შეგვესრულა, ან მაინც კიდევ უფრო მეტად ახლოს ვიქნებოდით. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, როდესაც ვიღაცას ეთანხმები, ეს უნდა იყოს შენი ლოგიკური და საჯარო პოზიცია. ანუ მათ შორის აი თუნდაც სისტემები აი ყველაო რო თქვით, მე ხო ისიც კი არ ვიცი ამ ყველაში რა შედა. აქედან გამომდინარე მე რო კითხვაზე პირდაპირ გიპასუხოთ, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი მომხრე, რომ რაც არ უნდა იმას ეთხოვათ, პირდაპირ შეგვესრულებინა. აი სინამდვილეში დღევანდელი გადმოსახედიდან ვერც ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ მივიღებთ. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა. ყველაფერი გააკეთა, რაც თხოვეს. სტანდარტებიდან დაწყებული, რა ვიცი, ომის სისხლის დაღვრით დამთავრებული. დღევანდელი გადმოსახედიდან კარგად ჩანს, ჩვენ რო იგივე გაგვეკეთებინა, არაფერ განსაკუთრებულს არ მივიღებთ. ამიტომ ხელისუფლებას გთხოვდნენ იმ მოთხოვნების შესრულებას, რა მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ზელენსკიმ ელჩი გაიწვია. ეს იყო სამი მოთხოვნა. პირველი იყო სანქციების დაწესება რუსეთისთვის, მეორე იყო მოხალისეების სავსე ჩარტერული რეისის თავრობის ოფიციალური თანხმობით გაგზავნა უკრაინაში და მესამე იყო უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემა. ეს იყო პირველი აქცია, საკმაოდ მასშტაბური აქცია იყო სამწუხაროდ. ბევრი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა დემონსტრანტებისთვის და დაგვეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა ქართულ ოცნებას. ეს გამოიწვევდა თუ არა სამხედრო ესკალაციას რუსეთთან. ეგ ქმედება გამოიწვევდა თუ არა სამხედრო ესკალაციას. ცხოვრობდა ვიღაცები ცოტნე გავიგე ამ ეგეც კარგი არის რომ ქვეყანაში სადაც კორუმპირებული თავდაცვის მინისტრია. კარგია რომ გიჯერებთ რომ მშვიდობას ფასი არა. თავდაცვის მინისტრია კორუმპირებული. არა, ისევ იმაზე მას უნდა მშვიდობა და არა საზოგადოებას თქვენი ყოველთვის მოხალხე საზოგადოებას პოპულიზმი არ აინტერესებს. უმეჩრების კონკრეტულ კითხვას მოდი რა პასუხი გამიბრუნე რა. გიბრუნე. ეს არ მიკითხავს. ეს ხო და სადა შეგადის ყველაზე დიდი სკოლი რომ ამ ქვეყანაში ითხოვდნენ ხალხი ისეთ სპედებას რომელიც გამოწვდა ყოფილი. ამ ქვეყანაში ხელისუფლება თვითონ ამბობს შეუერთა რაღაც სანქციებს და ომი არ დაწყებულა. ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი რომელიც თავისინებით მიდიოდა უკრაინაში და იცავდა მათ შორის ისგაგები მის ქვეყანაში და ეს არის მირი. ყველა ადამიანს აქ უნდა მშვიდობა და წესრიგი დავიდეთ უფრო მეტად ვიდრე კორუმპირებულ თავდაცვის მინისტრს უნდოდა. ისე გიმეორებ, თუ შენ მზად ხარო პასუხი გამცე, კითხვას გიმეორებ. ხო და არა, გეუბნები რა არ იყო, მაგის გამო აქციაზე ხალხი არ ერთი გასაგები რომ იყოს, არა, მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, იმიტომ რომ მორხმაში საუბრობდით და შეიძლება არ ესმოდო, ბატონი ცოტნე ამბობს, რომ დემონსტრანტებს არ ქონდათ ამგვარი მოთხოვნა, როდესაც ბატონი ლევანი ბატონი ცოტნე იტყუება. ოკეი, კაი. კითხვაზე პასუხი რომ არ ვიცი გამოიწვევდა თუ არა, იმიტომ რომ შეუძლებელია. ვინმე მიცოდეს დედამიწაზე. გასაგებია, მაგრამ ერთი წამი დამაც რაღაცა ლოგიკურად ვაკითხავ. ერთი წამი რა შუაში მე ხო არ ვიცი. ანუ მაშინ მითხარი რომ ვერ ვცე პასუხს და არა, რას თქვენ ვერ ვცე? არა, დებილური კითხვა რო იყოს, პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? თუ შეიძლება. არა, რას ლაპარაკობთ? ვერ გავიგე, რას მეკითხება? მითხარი, აი ჰიპოთეტურად, კი ბატონო, ეს გამოიწვევდა თუ არა სამხედრო ესკალაციას. კი ბატონო. იმის გამო რომ კითხვა არის ასე. წერილი გამოგვიზარდა ზელენსკიმ და ის არ შეგვასრულეთ. მე ვინმე რანაირად შეიძლება ეს იცოდეს? ეხლა რეპლიკა უნდა გავუკეთო. ახო, მომის ბექა, როგორ ფიქრობ შენ ლოგიკურად? დავზიანდებოდი, ხო? ძალიან ლოგიკური პასუხი არის. მე ძალიან გამიკვირდა, ვახო, რატო შევიდა იმაში, რომ ვერ გავიგეო კითხვა. და ცოტნე თავი რატო არიდა? ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და მე რა რეპლიკაც მოხდა არაფერს თავს, მაგრამ კითხვა არა, ნუ ეხლა ვახო, გადახვედი უკრაინის რაღაც იქნება უკეთესი ეკონომიკური ტიპის ხოთ ორგანიზაცია გაერთიანება, სადაც უფრო მეტი საფრთხეობას იპოვი, უფრო მეტ ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას და სულად უკეთეს საზოგადოება შექმნი. მანამდე უბრალოდ სხვა ის ალტერნატივა არ არსებობს, არის ეს ევროკავშირი და მათთან ესე ამ რიტორიკით საუბარი არის არასწორი. ჩემი წარმოდგენით, ჩვენ აქ უნდა ავაშენოთ დასავლურ ღირებულებებზე ჩვენი საზოგადოება. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება მორალური უფლება, რომ პრეტენზია წავუყენოთ სხვებს. მაგრამ ვიდრე, აი თქვენ რაც მოყევით ამ პერიოდის განმავლობაში, აი თქვენ ხართ მტკიცებულება, აი რაც თქვენ თქვით უბრალოდ, რომ ჩვენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრინციპებით ვმოქმედებდით საქართველოს მოსახლეობისგან ფარულად. ეს არ არის დასავლური სტანდარტი. სანამ ჩვენ ამას არ გამოვასწორებთ, სანამ ჩვენი სიტყვა და ჩვენი საქმე არ მოვა ერთმანეთთან შესაბამისობაში, ყველაფერი
დატოვებს ეჭვს. ევროპა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანთაგანი და იმ ცივილიზაციათაგანი ან ქვეყანათა ჯგუფთაგანი, რომელიც ჯერ კიდევ საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს. ესმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პატარა ქვეყნისთვის, ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ისეთი მოკავშირე გყავდეს, რომელიც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს პირდაპირ გითხრათ, რაც არ უნდა ჩვენ რაღაცა deep state-ი ვეძახოთ და ამარცხებს ის კაცი გაბრაზებული რო დარბის სოფლიოში და ასე შემდეგ. დაამარცხებს თუ არა დაამარცხებს deep state-ს მე არ ვიცი, მაგრამ ის კაცი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს. და ხელს უხსნის აბსოლუტურად ყველა ვთქვათ, აი ეს აგრესიულად განწყობილ ქვეყანას, რომ შესაბამისად მცირე ქვეყნები დაჩაგროს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომ ის საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს. ანუ ჩვენ უნდა ვეძებოთ მოკავშირეები, რომელიც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემენ და შესაბამისად ამ საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე დადგება. მაგალითად, ჩინეთია, რომელიც კიდე საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს. დასავლეთში ზოგიერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენ პირველივე დაძახილზე თავქუთმოგლეჯილები არ გადავეშვით ომის კარცეცხლში. ეს ადამიანები, ახალგაზრდები დღეს რო უკრაინელების გავსად სანგრებში არ შედან და საკუთარი სიცოცხლისთვის არ იბრძვიან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება მოსახლეობის ხარდაჭერით, რა თქმა უნდა. როგორც საქართველოს ჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ ჭირდება ევროკავშირს საქართველოს ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. უამრავი დეзинფორმაცია იყო, უამრავი ბრალდება, უამრავი ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ ვალდებულები ვიყავით პასუხი რომ გაგვეცა. თუმცა მათ იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად დღესვე მზად ვართ რომ ყველაფერი დავივიწყოთ, დავსვდეთ ვილაპარაკოთ პარტნიორულ რეჟიმში.